ისე მოხდა, რომ რიგი პოლიტიკური თუ ისტორიული პროცესების წყალობით საქართველოს აღმოსავლური სამყაროს და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო. გარდა იმისა, რომ ისლამური იმპერიები საქართველოს ესაზღვრებოდნენ, აქ აბრეშუმის გზაც გადიოდა, რომელიც მას შორეული აღმოსავლეთის, იაპონიისა და ჩინეთის კულტურასთან აკავშირებდა. ჩემი ფავორიტი გახავთ აი ეს ორი ექსპონატი, შუა საუკუნეების ჩინური ფაიფურ წარმოების ბრწყინვალე ნიმუშები. ეს გახლავთ სეფიანური ირანის ცნობილი საკულტო მეჩეთის, არდებილის მეჩეთის კოლექციის ნაწილი, ისინი სახელგანთქმული შახაბას პირველის პირად კოლექციაში ინახებოდა. აი ამ მხარეს, ასე ვთქვათ, ამ სტელაჟებზე წარმოდგენილია ჩინური და მოგწანდით, ჩინური და იაპონური კერამიკა და ფაიფურის შესანიშნავი ნიმუშები. პირდაპირი პოლიტიკური, კულტურული ურთიერთობები შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს ცხადია არ ქონდა, მაგრამ საქართველოზე გადიოდა აბრეშუმის გზა, რის მეშვეობითაც ქართველები უძველესი დროიდან ეზიარნენ ჩინურ კულტურასაც, იაპონური ექსპონატებით, ინდური კოლექციის გარკვეული ექსპონატებით აბრეშუმის გზის მეშვეობით მოხდა საქართველოში. სწორედ ეს გახდა განპირობებელი იმისა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციას სწორედ აღმოსავლეთის განყოფილებაში, საფონდო სივრცეში ინახავს. ამ საცავში ინახება ფერწერის ნიმუშები, მინიატյուრის კოლექცია, წიგნები, ხელნაწერები და მოკლედ ქაღალდის ექსპონატები. აქ ინახება სპარსული მინიატյուრის რამდენიმე ნიმუში, ყუთებში ცხადია ცალობით და ნუმერაციით არის განაწილებული. აი ეს გახლავთ სპარსელი დიდებულის პორტრეტი. აი ეს ძალიან საინტერესო მინიატიურა მომხვდა ხელთ. ეს გახლავთ ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე მეორის ვაჟი, რომელიც ირანის სამეფო კარზე, ყაჯართა სამეფო კარზე მიღებული პერსონა გახლდათ და ხედავთ ალბათ სამოსიც მას ირანული მოსავს. საუკუნეების მანძილზე შეგროვილი ექსპონატები 4 ოთახშია გადანაწილებული. ლითონის ფონდი რაოდენობრივად ყველაზე მსხვილი ფონდია. ისლამური ლითონის კოლექცია ალექსანდრე როინაშვილის მსოფლიო მნიშვნელობის კერძო საკუთრება იყო. ქრონოლოგიურადაც ყველაზე ქვედა პერიოდიდან იწყება და რამდენიმე ექსპონატი პირველი 1000 წლეულით თარიღდება. გვაქვს აღმოსავლური იარაღის ერთ-ერთი მდიდარი კოლექცია, მუზარადები, როგორც ლითონის, ესევე პაპიე-მაშეს, ხანჯლები, აი აქ საბრძოლო ფარები და სპილოსწვლის მოკლედანები, სპილოსწვლის ტარით. მუდმივი ექსპოზიცია ჯერჯერობით ეროვნულ მუზეუმს აღმოსავლური კოლექციების არ აქვს. რადგანაც ეს კოლექციები იყო შალვა ამირანიშვილის სახელობის ხელოვნური სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებია ესენი და მათი ძალიან მძიმე პირობების ფიზიკური მდგომარეობის გამო გადაწყდა მათი გადმოტანა დროებით აი იმ სივრცეში, რომელიც თქვენ ნახეთ. ამ სამ დარბაზში აღმოსავლური კოლექციების მხოლოდ 200-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი, დაწყებული ძველი ეგვიპტიდან დამთავრებული შორეული აღმოსავლეთით და ისლამური ქვეყნებით. ეს გამოფენა 2012 წლიდან არის ექსპოზიციაში და იმის გამო, რომ ეს კოლექცია თვითონ აი ხა ის დარბაზი საჩვენო იმყოფებით არის გვიანი ირანული დაზგური ფერწერის შედევრებია გამოფენილი და ფაქტობრივად ჩვენთან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კოლექცია გახლავთ აი ყაჯარული ფერწერის, ეგრეთ წოდებული ყაჯარული ფერწერის და რადგანაც მუდმივი ექსპოზიცია არ აქვს ჯერჯერობით აღმოსავლურ კოლექციას, ამიტომ ეს ექსპოზიციაში არის მოთხოვნილების გამო. რამდენხნიანი იქნება ესა თუ ის ექსპოზიცია მუდმივი თუ დროებითი, მუზეუმის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. ყველა მუზეუმი ცდილობს, რომ გამოფინოს ის ექსპონატები, რომლებიც მის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს, ეგრეთ წოდებულ ჰაილაითებს, რათა მოიზიდოს დამთვალიერებელი. ზუსტად დროებითი გამოფენების მიხედვით, იმიტომ რომ მუდმივი ექსპოზიციები, როგორც აღვნიშნე, 10-15 წლის მანძილზე შეიძლება იყოს უცვლელი. იმ შემთხვევაში კი თუ კოლექცია ძალიან დიდია და ამა თუ იმ განყოფილების საფონდო სივრცეებში 20,000-ზე მეტი ექსპონატია, გამოსავალი დროებით გამოფენებშია. ექსპოზიცია მუდმივად უნდა განახლდეს და ეტაპობრივად აჩვენოს ყველა ის კოლექცია, რაც მის მფლობელობაშია.